მოგესალმებით, ისევ შევხვდით ერთმანეთს. დღეს მინდა მომზადოთ კერძი, ისევ ქათმის ფილესგან, ქათამი ტყეში. ხო, ესეთი უცნობი სახელია, რატო ქათამი ტყეში. ნუ ალბათ იმიტომ დავაკვირდი კომპონენტებს, რაც მიდის ამ კერძში. ეს არის როზმარინი, წიწვოვანი მცენარეა. აქ ჩვენ გვაქვს გამხმარი სახით, რეალურად ცოცხალი არ არის. ხის სოკო, ასევე ტყეში ხშირად შევხვდებით ამ ტიპის სოკოს. და ნუ დანარჩენი ყველაფერი სტანდარტული ეს არის არაჟანი, გეტყვით რაში უნდა გამოვიყენოთ არაჟანი, ბულგარული, ქინძი და სალათის ფოთოლი. ძირითადი კომპონენტები ეგ არის, მოკლედ. დავიწყოთ კერძის მომზადება. გამმეორდები აუცილებლად ზეითუნის ზეთი. იმდენი რამდენის დაჭირდება ქათამს, ისიც გაითვალისწინებს, რომ სოკო ყოველთვის ზეთს იშრობს. და დავიწყოთ ამ ფილის, უბრალოდ დავჭერთ რა. დავჭერთ თხელ, გრძელ ნაჭრებად. ბევრი არის საჭირო კერძი განეკუთვნება კატეგორიას ცხელი სალათი. რეალურად ეგ არის. აი ესე გვაქვს ფილე, უკვე გამზადებული და ვიწყებთ ამ ფილის ტაფაზე დადებას. აბა თქვენ ზანარაკ ისიც რომ ფილე რეალურად ტაფაზე 5 წუთში მზადდება. სანამ გამზადდება ფილე, აუღოთ როზმარინი, ხევშივე შეგვიძლია თორემ დავკერხოთ და მოვაყაროთ ამ ჩვენი ქათმის ფილეს. ეგრევე დასაწყისში მერე არის. ანუ თავიდანვე სანამ მომზადდა კერძი რომ მივაღებინოთ ის გემო რაც ჩვენ გვინდა. ის გემო. ცოტა დახურდეს. ხის სოკო. ხის სოკოს ვაჭრობ ძირს. არაფერში არ ჭირდება. საკმაოდ მყარი არის და ნუ შეიძლება სხვა კერძში გამოვიდეთ, მაგრამ კერძში არ ჭირდება. და ესე ცალ-ცალკე სპეციალურად შევარჩიეთ პატარა ზომის სოკოები, რომ მოუხდეს ჩვენ კერძს. თუ დიდი ზომის ხის სოკოებს ეგეც არ არის პრობლემა, ძალიან ელემენტარულად შეგიძლიათ პატარა აიღოთ და კიდევ გადაგეთ. ესეც დავა ძალიან კარგად ჩვენს კერძში. ესე იგი, აქვე აი სანამ ქათამი არ არის მზად ბოლომდე, ვამატებთ ოდნავ წითელ ცხარებს, ვაცხარებთ და აქვე ვამატებთ მარილს. როდესაც ხედავთ, რომ ქათამი უკვე თითქმის მზად არის, უნდა დავუჭერთ ცეცხლს აუცილებლად. დავუჭერთ ცეცხლს და ჩავამატოთ ხის სოკო. კუნთები მაინც მოვაჭრათ. შემოსავლად მოვათავოთ რამილებში, სადაც პირდაპირ ახალს ეხება ჩვენი სოკო. ასეთად ეს ეხლა ხდება მოთუშვა. ხის სოკო აუცილებლად გამოუშვებს წყალს, არავით არის თავისი წვენები, ამას არ არის, ეს ჩვეულებრივი წყალი. რის ხარჯზეს უკვე ჩვენი ოდნავ შემწვარი ქათამი უფრო წავა მოხაშვისკენ და თვითონ ხის სოკოც მომზადდება ასეთი მეთოდით. ძალიან დაბალი ცეცხლი. დრო ამ კერძის მომზადების ალბათ საერთო ჯამში არის 20 წუთი. ხის სოკო მზადდება ქათამთან ერთად ალბათ 10 წუთი ერთად. მანამდე ქათამი დაიხსნათ რაღაც 2-3 წუთი, საკმარისია რომ დავატრიალოთ ტაფაზე. გავიდა 10 წუთი, სოკომ გამოუშვა წყალი, პრაქტიკულად ეს წყალი აოთქვა და უკვე დრო არის ჩავამატოთ ძირითადი კომპონენტი ამ კერძის, ანუ ძირითადი რა თქმა ხის სოკო და ქათმის ფილეა, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი, რომელიც თავის გემოს მისცემს ამას ყველა და სანამ დაიწვა სოკო, რომ შევეცადოთ, მივირთვათ, ნახევრად უმია არასწორი სიტყვა იქნება, ანუ ბოლომდე არა ჩახარშული და ბოლომდე არა დამყარი პროდუქტი. გაცილებით გემრიელია პროდუქტი, როდესაც გრძნობ მის პირვანდელ სახეს. გემოვნებაში რა თქმა უნდა. ჭრით ბულგაროს
მწვანეს. მწვანე წითელი სუფთაფერების თემა არის, თუმცა გემოებში სხვაობა რა თქმა უნდა არის. და აი ამას ყველაფერს შეგვიძლია გავყიდოთ ცოტა. ვაყიდეთ ჩვენს უკვე არსებულ მასას. აი ესე დაჭრილად პირდაპირ ყველანაირი დაფუძმაცების გარეშე აუვიდეთ ერთმანეთში და ვაცალოთ პრაქტიკულად 3-4 წუთი რომ მოითუშოს სულ ოდნავ ისევ და ისევ გეუბნებით რომ ცოცხალი გემო არის თავარი ჩვენს თითქმის ყველა კეცში და მოვამზადოთ საათის ფურცელი. საათის ფურცელი რეალურად გირდება თებში დასაფლავებლად, თუმცა ხშირად ჭამენ ცით ბოლომდე. ვაკუცმაცებ ბოლომდე. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ საათის ფურცელი წამყვანი არის ჩვენს კეცში. სუფთა გაფორმების თემა. და ვაკეთებ თეთრზე თანაბრად. თუ შეიძლება ამას ერთად თანაბრად გადაიღება, რა თქმა უნდა. აუვიოთ ცოტა კიდე. თუ საჭიროება მოიყოს, შეგვიძლია ოდნავ დავამატოთ ზეიტუნი. ძველი ზეთი უკვე შემშრალია სოკოს მიერ. და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ჩვენი ბულგარული ოდნავ მოიქცეს. შეგვიძლია დავამატოთ ბოლოში მარილი. თუ ორჯერ ვახდით მარილს, ეს ქათამს დასაწყისში და მეორე უკვე ყველაფერს ერთად. პირასად გავამზადოთ გასაფორმებლად მჭირდება ორი ზეთის ხილი, შავი და მწვანე. ეს თემა ამ შემკეთში ჩემი მოგონილი არ არის, ნუ ხალხი შეჩვეულია და მაგითო ვაკეთებ სიმართლე გითხრათ. აუ ზეთის ხილი შეგვიძლია გამოვიყო, შეგვიძლია გამოვიყო, რეალურად არის ესეც სუფთა დეკორია. ერთხელ კი ვაკეთებ ეგეთოდებულ ზეთის ხილის ბზიკს. აი ეს ზათა ჩვენი ბზიკი. დავდო. ჩვენი კერძი პრაქტიკულად ზათა არის. პირდაპირ შეგვიძლია გადავიტანოთ საათის ფუნქციაზე ჩვენი ხატი. ავიღოთ არაჟანი ერთი კოვზი, ხო? კერძის თავარი პლუსი რა არის? აი ეს თელი მასა ძალიან მოხდება არაჟანს. ანუ არაჟანი უხდება ამ მასას და თელი მასა სპეციალურად თქვი, ეგრე უხდება არაჟანს, იმიტომ რომ სწორი ჭამა ამისი ბევრმა არის ის და ცალ-ცალკე იწყებენ ჭამას, რატომღაც და მერე ვერ ხვდებიან რას ჭამენ საერთოდ. ჩავლით ვიღებთ ჯერ ქათმისფილეს, სოკოს, რომელი ფერი ბულგარულიც გინდა და მერე ამას ყველაფერს ვუწევთ არაჟანში და გამეჯერეთ გამომეორებელი გემო დაგჭირდა. არაჟანი შუაში არ დაგენოს. ჩვენი ფუტკარი ჩავსვათ არაჟანში. ესე. და კენძი ცოტა მოვაყაროთ ჩვენს კენძს. ეგრე ძალიან მოხდება დამჭერით. აი ესეთი არ შემწყვება ამის თქმა საკმაოდ ლამაზი ცხელი სალატი შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მეგობრებს. ოდნავ მე მაქვს გართულება შავ ტილტილზე. ზემოდან შავ ტილტილი წითელი უკვე ვქენსო. და ჩვენი კერძი ძაფია. გემრიელად მივიდეთ. მომავალ შეხვედრამდე.